მინდა გადავიღო ჩემს მოსწავლეებთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვები მოდის ჩვენთან აკადემიაში, ბევრს სურს ეზოტერიკის სწავლა, მაგრამ აი გადავწყვეტით რომ მოგიყვეთ კარგად, რა აკადემია, რას ვასწავლით, რა კურსები გვაქვს და რაც მთავარია, მე მინდა რომ გაჩვენოთ ჩემი საამაყო მოსწავლეები, კი უკვე 200-ზე მეტი მოსწავლეები ყავს, მაგრამ დღეს აი შეიკრიბნენ ჩემი მოსწავლეები, რომელიც სწავლობენ სხვადასხვა კურსებია გამოვლილი მაგათ ტრენინგები და მინდა რომ თავად მოგიყვან, აი თქვათ რა შედეგი მიიღეს, რა მოიყვანა საერთოდ ჩვენამდე, რატო ჩვენ აგვირჩიეს და ეხლა უკვე მუშაობენ კი ჩემი მოსწავლეები, პრაქტიკოსებიც არიან და მე მინდა რომ თითოეულ ჩემ მოსწავლეს მივცე სიტყვა, რომ თვითონ მოგიყვებიან ანუ ჩვენს აკადემიაზე სწავლების პროცესზე და ასე შემდეგ რა. და თავიდან მინდოდა რომ მივცე სიტყვა ქეთის, უკვე ვინც არის ჩვენს აკადემიაში, კი იციან რომ ქეთი არის ჩემი მამიდაშვილი, მე ვარ მისი ბიძაშვილი და ეს აკადემია ჩვენ დავაარსეთ, იმიტომ რომ ორივე აღმოგვიჩნდა ასეთი ნიჭი, ხო და ამიტომ ჩვენმა საგვარეულომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს ჩემი ცოდნა გადაგვეცა სხვებისთვის. ამიტომ ჯერ ქეთის მივცეთ სიტყვა. ნიჭი ჩემში შენ გამოავლინე, მოდი ასე დავიწყოთ, რაც იყო დაფარული და არ ჩანდა და ეს იყო შენი იდეა, რომ გაგეკეთებინა საქართველოში აკადემია, სადაც იქნებოდა სუფთა ეზოთერიული ცოდნა გაცემული. აი ხა საუბრობდით ცოტა ხნის წინ მე და კირა, თუ რამდენი ადამიანი მოდის და რაღაცა უცნაური შეკითხვებით არიან და ძალიან ესეთ საეჭვო რაღაცა კითხვებს სვავენ, ეს არის, ამას ვაკეთებთ, იმას არა, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სუფთა სივრცე და ვალენტინას მისია, როგორც თვითონ ხშირად აღნიშნავს, არის ის, რომ საქართველოში გავრცელდეს სუფთა, ღრმა, ეზოთერიული ცოდნა, რომელიც ეხმარება ადამიანებს და აი ჩვენი აკადემიის მიზანი სწორედ ეს არის, გამოვზარდოთ, გავცეთ ეს ცოდნა, ისეთ საინტერესო ადამიანებს გადავცეთ ეს, რომლებიც გაყვებიან ამ ნათელ გზას, ნათელ სივრცეს და უფრო გაავრცელებენ თავადაც ამ ყველაფერს. რა მინდოდა არ მენიშნა, არც ისე დიდი ხანია, რაც აკადემია არსებობს, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი სტუდენტი ყავს და ყავს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ძალიან საინტერესო სივრცე შევკარით გარშემო. და მე მინდა რომ რამოდენიმე შეკითხვით მივმართოთ ჩვენს სტუდენტებს, რომ წარადგინონ საკუთარი თავი და მოგვიყვენ როგორ მოხვდნენ ჩვენთან. საკუთარი თავი კიდე. კირა კეჟერაძე, ესე იგი, პარო ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ძალიან უცნაურად, მქონდა პრობლემები, ჩვენ ყველა მოვდივართ ეზოთერიკაში პრობლემები და არავინ არ შემოვდივართ, არავინ არ ვართ ძალიან ბედნიერები, მაშინ როცა ვიწყებთ ამ გზას, მაგრამ ეს გზა იყო საოცრად ტრანსფორმაციული, ეს სისტემა ხსნის ძალიან ცნობიერებას და რაც მეტად იხსნება ცნობიერება, მით მეტად ჯობესდება ჩვენი ყოფიერება. არის საოცარი კურსი, შენ თვითონ გადიხარ ამ ტრანსფორმაციებს, ხურავ წარსულ გეშტალტებს, ხვდები ყველაფერს, რა იყო შენ ცხოვრებაში, რატო იყო შენ ცხოვრებაში და მე უკვე შენ თვითონ გიჩნდება იმის სურვილი, რომ შენ ეს შენი ცოდნა დააპრაქტიკო და დაეხმარო სხვა ადამიანებს. ნუ ახლა მე თვითონ მაგ მეოთხე ენერგია და ძალიან მარტივად ვცნობ პროფესიონალებს და დავინახე ქალბატონი ვალენტინა, მივხვდი, რომ ეს იყო ის სივრცე, სადაც მე მინდოდა, რომ ამეღო ეს ცოდნა, ჩემთვის ტრიგერი იყო ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკები, იმიტომ რომ ჩვენთან სივრცე არის ცოტა დაზიანებული, ძალიან ბევრი ადამიანს ცუდად ესმის ეზოთერიკა
ჩვენთან არის ყველაფერი ეკოლოგიური, ჩვენ მუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ ცნობიერებაზე. ვაკეთებთ, მუშაობთ კლიენტებთან, რომ მათ მოახერხონ კრაუდინგი, ნახონ თავიანთ თავში ძალა. აქ ყველაფერი არის, აი ამ ეს ჯადოსნურობა ხდება კონსულტაციაზე. კიდე მინდა დავამატო, რომ კირა უკვე მუშაობს, კირამ დაამთავრა ჩვენთან კლასიკა, უეიტის კლასიკა. ტარო უეიტი და უკვე მუშაობს, უკვე არის გასული TikTok-ზეც, YouTube-ზეც და მუშაობს საკმაოდ დიდხანს უკვე თავისი კლიენტურაც ყავს და როცა თვითონ ხარ თქვა და მე ცოტა დავამატე, ხო? სწავლა დაიწყო 2024-ში, ხო? ქეთით სწორად ხავსოს, მე მგონი მეორე ნაკადი ვარ და სწავლა გრძელდებოდა, ესე იგი კლასიკა იყო 7 თვე და მე მან არა 5 თვე. მან არაც ესწავლე, ხო? ეს ორი დასტა არის სრულებით საკმარისი იმისთვის, რომ შენ უკვე მოახერხო და იმუშაო ადამიანებთან, მან არა ეს არის შეუცვლელი დასტა, იმიტომ რომ ყველას მაინც კონსულტაციებზე აინტერესებთ პირადი საკითხები და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ვალენტინე, ქეთი იყო ჩემი კურატორი. ეს ქეთისთან ერთად გავიარე ის გზა, არის საოცარი სივრცე, იმიტომ რომ 24 შვიდზე მუშაობს ჩატები, არის სუპერვიზია, მუშაობთ წყვილებში, გვაქვს ძალიან ბევრი პრაქტიკები და ყველას გირჩევთ ამ გზის გავლას, აი მე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ აი კიდე თავიდან გავივლიდი ამ გზას, იმიტომ რომ იყო ძალიან ტრანსფორმაციული და ამ შენი ცნობიერება რომ იზრდება და შენი ქვეცნობიერება რომ მცირდება და შენი ცნობიერება რომ იზრდება, შენი ყოფიერება ძალიან იცვლება. გეძლევა ძალიან ბევრი რესურსები. ის რესურსები, რა რესურსებზეც არ ქონდა წვდომა და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. გენაცვალე, გაიხარე. ჩვენი ცხოვრება შეცვალეთ. მადლობა ჩემო საყვარელო, გაიხარე და ნამდვილად, ანუ მე მინდა რომ თქვა, რომ ეს თვითონ მე ეს კურსი არის შექმნილი როგორც აი მე რაც ვისწავლე თვითონ და ჩემი ტრიგერიც იყო ზუსტად როცა ჩემ გზაზე ხა არ მოგიყვებით უკვე ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, მაგრამ აი ეს ტრიგერი რომ ეკოლოგიურად სუფთა, ეს იყო ჩემთვისაც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანები, აქ საქართველოში მე იმიტომ არ შემოვიდოდა დიდი ხანი, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებული არის ეს შავი მაგია, რაღაცა ეს ჯადოები და რაღაცა ეს საერთოდ არ არის არც ჩემი თემა და არც მოდიან ჩემთან ესეთი ადამიანები, ვისაც ეს თემა აინტერესებთ დაუშვათ და ამიტომ ვამაყობ იმით, რომ თურმე საქართველოში ამდენი ნიჭიერი ქართულ ენოვანები, მოდით ასე დავარქვათ, იმიტომ რომ ახლა ნატალი ახლა იტალიიდან ჩამოფრწყინდა და ბევრი ყავს სხვათაშორის საზღვარგარი, ყველა თითქმის ქვეყნიდან ყავს მოსწავლეები, ჩვენ აკადემიაში სწავლობენ, იმიტომ რომ ჩვენთან ონლაინ სწავლება არის, ჩვენ მაქსიმალურად ყველანაირ პირობებს ვქმნით, ანუ ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა გვაქვს get კურსი, რომელიც არ ვიცი საქართველოში თუ ვინმე კიდე იყენებს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო აი რუსეთში, საერთოდ აი უცხოეთში იყენებენ ამ პლატფორმას, იმიტომ რომ არის ძალიან მოხერხებული, შეუძლიათ ნებისმიერ დროს ისწავლონ, ახლა ბავშვებმა როცა უნდა, ჩემი ბავშვები არიან, ისწავლონ, ანუ კომფორტულად რა, რომ ყველანაირად არის მორგებული. ხო და ამიტომ უბრალოდ ძალიან ვამაყობ, აგერ ჩვენი ლოგოც გვაქვს, აგერ დავდეთ, გამოჩნდება, ძალიან გამიხარდება. ვიტყვი მაშინ 2-20 სიტყვას სწავლების პროცესზე, რადგან ახსენე, რომ ეს არის ონლაინ, ბევრი კითხულობს, რომ აი მექნება თუ არა დრო, ჩავერთო ამ შეხვედრებში. ჩვენ გვაქვს როგორც შეხვედრები, გარდა ამისა, ეს არის ჩაწერილი გაკვეთილები და თქვენ გეხსნებათ თქვენი კაბინეტი, როდესაც იწყებთ სწავლას და ნებისმიერ დროს გაქვთ წვდომა მასალებზე. შედიხარ შენ კაბინეტში, როცა გაქვთ დრო, ძალიან კომფორტულია. ჩართავ გაკვეთილს, მოусმენ მედიტაციებს გააკეთებ და შეგიძლია სისტემატურად დაუბრუნდე, გაიმეორო, როცა დაამთავრებ სწავლას, მე კიდე 6 თვე შეგიძლია რომ ისევ გამოიყენო ეს პლატფორმა. ეს არის ძალიან მოსახერხებელი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო ჯგუფი Telegram-ში, სადაც უცკაპ
აგერ ხა ნატალი მოგიყვება, ნატალის კურატორი არის უკვე ჩვენი. ხო, ნატალი ხო, არის უკვე კურატორი ჩვენი აკადემიის და ძალიან ვიხარია, რომ შემოსწავლების იზრდებიან, რომ მე უკვე ჩვენ აკადემიაში რჩებიან და ეხმარებიან უკვე სხვა სტუდენტებს, ვინც მოდიან და ნატალიც უკვე მუშაობს, კლიენტურად ყავს და ძალიან ვიხარია, რომ დღეს გვეხმარება ჩვენ ტაროს ჯგუფებში ყველგან. კარგით, მაშინ მოკლედ ვიტყვი. მე ვარ ნატალია მამულაშვილი. დავიწყებ იმით, თუ როგორ მოვხვდი ზოგადად ამ სფეროში. საერთოდ განსხვავებული პროფესია მქონდა და ვიყავი მოქმედი პედაგოგი. ნუ რა თქმა უნდა, როგორც კი რა მახსენა დალაგებული ცხოვრება, არავის არ გქონდა, სხვანაირად მე ასე ვფიქრობ, არ მოვხვდებოდით ეზოთერიკაში. მახსოვს პირველი კონსულტაცია ქალბატონ ვალენტინასთან. ეს იყო კონსულტაციის გარდა მე მგონი ყველაფერი, იმიტომ რომ გადავედით ძალიან პირად საუბარზე, ანუ რაღაც მუხტი ის რომ აიმთო, აი თითქოს ის ადამიანი იპოვე, ვინ ჩვენ გჭირდებოდა, ანუ შენი ცხოვრების მენტორი. ესე იყო ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება, ანუ რაღაც ეს ეზოთერული, ეს დაფარული, საერთოდ ზოგადად ყველაფერი რაც დაფარული არის დამოუცნობი მიზიდავს და მინდა ყოველთვის იმის შეცნობა და სწავლა და ეზოთერიკა რა თქმა უნდა იყო ჩემთვის კუმირი, მაგრამ ის რაღაც ბავშვობის თეორია, რომ ეზოთერიკა არის მკითხაობა, მაგია, ну რაღაც თითქოს უკან მხევდა, ხო? და ყველას ქონდა. აი ზუსტად ქალბატონ ვალენტინასთან შეხვედრა იყო ის, რამაც გადამაწყვეტინა, რომ აი ზუსტად ეს ის არის და ეს ის ადამიანი არის, ვისთანაც უნდა ვისწავლო, ანუ ეს სფერო და ზუსტად რამოდენ ერთ კვირაში უკვე არა, შენ ეგრევე გებოდა უკვე კი და ანუ მაშინვე დავიწყე და იმის შემდეგ ვარ და ვართ ერთად. ნუ ძალიან საინტერესო პროცესი არის სწავლების. ყველაზე მთავარი მართლა ქეთიმ როგორც ახსენა არის, ანუ შენზე მორგებული გრაფიკი არის აბსოლუტურად ნებისმიერ სფერო იქნება ეს სამუშაო, ნუ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ შეუთავსო სწავლების პროცესი, ისევე როგორც არაჩვეულებრივი შეხვედრები ქალბატონ ვალენტინასთან კონსულტაციების სწავლების პროცესის დროს და ყველაზე მთავარი რაც არის ძალიან მეგობრული სიტუაცია არის ტარო აკადემიაში და დავამატებდი კიდევ იმას, რომ ქართულ სივრცეში ნამდვილად ერთადერთი ტარო აკადემია არის ქალბატონი ვალენტინასი, სადაც კომპლექსურად შეგიძლია მიიღო ეზოთერული ცოდნა. იქ არის როგორც კლასიკა, მანარა, მატრიცის კურსი, ну აბსოლუტურად ყველაფერი, ანუ ერთმანეთში არის გაჯერებული და ის ტრენინგიც რო გაიარა ხა. რა თქმა უნდა, სურვილების ეს თელი დღე მაგას დახმარებით მე დღეს უკვე საქართველოში ვარ. ხო, დღეს მაგთეზე მაგაზე ვლაპარაკობთ სულ. თითქმის 9 წლიანი ჩემი იტალიაში ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა ქალბატონი ვალენტინას დახმარებით, ამ ტრენინგის დახმარებით, მე დღეს უკვე სურვილების ასრულებას. ვცხოვრობ და ეს ერთადერთი პირველი ჩემი სურვილი იყო, რომელიც ძალიან მართლა უმოკლეს დროში კი, სუმაგა რა. დეკემბერში ქონდა, ხო, თუ იანვარში, ხო? იანვარი, ხო, დეკემბერი, იანვარი და 4 წელში ვარ მე გენასვარი. საქართველოში. აი, უღმესი მადლობა ყველაფრისთვის. ჯერეთი იმიტომ ყველაზე დიდი მადლობა და მინდა გითხრათ იმიტომ, რომ პიროვნულად შევიცვალე. აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება ვარ მე დღეს და ჩემი საკუთარი თავის ფასი ვისწავლე. ჩემი თავი აღმოვაჩინე, რაც რა ვიცი, 3 წლის უკან მე სავიყავი დღეს ვინც ვარ. და ეს ყველაზე დიდი დამსახურება. შემოსწავლებს ახლა ვამბობ ხოლმე უბნები ხოლმე, როცა დაიწყებენ სწავლას, ვეუბნები სურათი გადაიღეთ და მე სწავლის მე გადაიღეთ. სხვანაირები ვიზუალი ეგრევე მე შეიცვლებთ ყველა და ყველა არის აი ეს მართლა ეს ასე, იმიტომ რომ ნუ პირველ რიგში ჯერ ესეც ჩვენ ახლა მედიტაციები გვაქვს, რომელიც ჩვენ გვეხმარება. კი, იმიტომ რომ მედიტაცია ჩვენ სუფთავდებთ თლიანად უყლა ჩაქრებს ვასუფთავებთ და ახალ ენერგიებით ვივსვებით რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიზეპირებთ არაფერს. იმიტომ რომ მე მაგალითად ვერ დავიზეპირებდი 78 არკანს, ახლა სულ რომ მომკლავე, არა მაგამდე მეხსიერება ვერანაირად და
ხო და ამიტომ ენერგიებით რო ვსწავლობ და ყველა ენერგიას შენ რო ატარებ, ხო, რა თქმა უნდა, მე უკვე შენს წესრიგდები ყველანაირად და ამიტომ ჩვენი კურსის მე ყველა ახალგაზრდავდება და თუ ასევე ფსიქოლოგიურად კი და კონსულტაციები რო ტარდება ახლა ჩემთან კვირაში ერთხელ ჩვენ არ საუბრობთ თქვა შეიძლება და ზოგჯერ მასალაზე თქვა ნუ ახლა ჩვენ კი გვაქვს გაშლები რაღაცა მაგრამ ცხოვრების სულ რამეებზე ვლაპარაკობთ იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და ამ პლუს კიდე ნუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემი მოსწავლეები არ მარტო ნახატები არ ისწავლონ და მარტო ენერგიები არ ისწავლონ. მე მინდა რომ იმიტომ რომ იმდენად უნიჭიერესები მოდიან, მე მინდა რომ იმუშაონ, დაეხმარონ. ამიტომ მე რაც გზა გავიარე, უამრავი ტრენინგები და კურსები მაქვს დამთავრებული საერთოდ აი თუნდაც წარდგენა ეხლა თუ სწავლობ და უბრალოდ ეს მინდა რომ აი ჩემი ამოცანა არის რომ მივიყვანო იმ დონემდე რომ უკვე დაჯდეს კამერას წინ და იტყოს რომ გამარჯობა ჩემო მშვენიერებო და დაიწყებენ აი თავის ცოდნის გაცემას და ამასაც რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვცდილობ რომ გამოვიყენო ეს ჩემი მოსწავლეებისთვის რომ რაც შეიძლება უფრო მეტი იყოს აი ესეთი სუფთა ეკოლოგიურად სუფთა ეზოტერიკოსები საქართველოში ძალიან მინდა. თუ არ იქნება ეზოტერიკოსი გაცნობიერებული ადამიანი, კი, თავისთავად. მოსვლის შემდეგ. აი ნატალის შევეკითხებოდი, შენ სწავლობდი ტაროსაც. მე მაინტერესებს შენი ხედვა ლიკაც მატრიცას სწავლობს და აი მატრიცაზე რო ვისაუბროთ ახლა ცოტა. მე ვარ ლიკა ჭოლაძე, როგორც ახსენეს უკვე, ესე იგი ჩემი გადაკვეთა ეზოთერიკასთან დაიწყო ასტროლოგიით. და ეს დაიწყო რომ უკვე ბავშვობიდან ფაქტობრივად 11-12 წლის ვიყავი და აი ახსენეს აქ რომ ჩვენ ყველა მოვედით ეზოთერიკაში პრობლემით. აი მე ვერ ვიტყოდი ჩემს თავზე ასე რომ მოვედი პრობლემით, მოვედი ძალიან დიდი ცნობის მოყვარეობით რომ რა ხდება და რაშია საქმე. ჯერ ამ კითხვას ვერ გავეცი მომდე პასუხი. რაშია საქმე, მაგრამ ხოლმე ეს პროცესია პრინციპში. და სანამ მოვიდოდი კონკრეტულად მატრიცას სწავლობ აქ უკვე როგორც თქვა ქეთიმ, მანამდე უკვე 2021 წლიდან პრაქტიკულად ვარ ასტროლოგიაში. და რატომ მომინდა მატრიცის შესწავლა? როდესაც ვნახე ეს მეთოდი, ამ მეთოდის შესახებ როდესაც გავიგე, მაშინვე მივხვდი რომ ეს მუშა იქნებოდა და რატომ? აი გამიგებთ ახლა თქვენ, როდესაც ნებისმიერ, ანუ ეზოთერიკის ნებისმიერ სფეროში ხარ, რაღაცა ერთგვარი სენსორები გიმუშავდება, რითიც ხვდები რომ აი ეს არის მუშა. ეს რაღაცა არ არის მუშა. ხო და ამის შემდეგ, ნუ ეგრევე არ დამიწყია სწავლით, მივედი კონსულტაციაზე ქალბატონ ვალენტინასთან და აქ უკვე დავწმუნდი ნამდვილად რომ ეს იყო არა თუ მუშა, არამედ საინტერესო ძალიან მეთოდი. იმიტომ რომ ყველა მეთოდს ხომ თავისი რაკურსი აქვს, თავისი ფორმა აქვს, როგორც გაწვდის ინფორმაციას. ეს ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. და აი თუ ასტროლოგიას შევადარებდი, დავწმუნდი, თავიდანვე მივხვდი და მე უკვე დავწმუნდი, რომ ეს იყო ძალიან კარგი დამატება. მაგრამ ერთი მეთოდი თუ რაღაცას გაჩვენებს და მეორეც ამას გაჩვენებს ძალიან კომბინაცია ერთად საუკეთესო ვარიანტი კი. ერთი მეორეს აზუსტებს. ვერ იტყვი რომელი რომელს, მაგრამ ნამდვილად ერთი მეორეს აზუსტებს. რაც შეეხება სწავლებას, ახლა ეს არის შემთხვევით ძალიან მნიშვნელოვანი, როგორი გარემოა. იმიტომ რომ როგორც ამდა მაინტერესებდეს სფერო, მე თუ იქ არ ვიგრძენ თავი კომფორტულად თვითონ სწავლების პროცესში იქ რაღაც იქნა რაიმე გვარი დაძაბულობა, მაინც ვერ ვისწავლდი მე ამას, მაგრამ აი რაც შემიძლია ვთქვა აქ სწავლების პროცესზე, მათთვის ვინც მაგალითად ფიქრობს რომ სადმე ისწავლოს და არჩევს თუ სად ისწავლოს, აი ვერ ვიტყვი რას და დამეთანხმებიან აქ ადამიანები. ერთი პირველი რაც უნდა ითქვას, ნამდვილად აქვს ქალბატონ ვალენტინას მიდგომა ისეთი, რომ არა უბრალოდ ინფორმაციას გაწვის, არამედ უნდა დარწმუნდეს, რომ შენ ეს გაიგე. ეს არავისთვის არ არის ახალი. აი ნამდვილად ეს მე სიამოვნებს ძალიან, იმიტომ რომ გულწრფელად არის ადამიანი დაინტერესებული, რომ შენ გაიგო ეს და გაიაზრო. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება ზუსტ აი სრულად ორგანიზაციის, აი ორგანიზების საკითხს, მე არ მახსოვს რომ ჩატში რაღაც დამეწეროს, ან რაღაცა შემეკითხოს, ან რაღაცა დამჭირვებოდეს და მალევე არ ყოფილიყო ამაზე რეაგირება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ნუ უკვე ახსენეს ის თემა, რომ კომფორტულია, როცა გინდა, მაშინ ნახულობ.
და შინაარსზე მინდა კიდე ერთი თქვა, აი მედიტაციებზე თქვენ საუბრობდით, ხომ? იცით, ყველა მეთოდში, როგორც ჩანს, ეს რა ვიცი, ასტროლოგია იქნება, სხვადასხვა ასტროლოგიები, ნუმეროლოგიის სხვადასხვა ფორმები თუ რაღაც, ყველგან არის პრინციპი ერთი. არის რაღაც ენერგიები და ეს უნდა გავიცნოთ. და აი, იმიტომ ხომზები რა თამას მართლა ვერ დაიმახსოვრებ. ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი. აი ხარ რა, ხშირად არის ხო თემა, ხელოვნური ინტელექტი გამიკეთებს კონსულტაციას. ჯერ დღეს ვერა, ხვალ არ ვიცი რა იქნება დღეს ვერა. იმიტომ რომ აი რატო ზუსტად ამ მედიტაციების მეშვეობით მათ შორის და აი ამ ენერგიის კარგად გათვითცნობიერების მეშვეობით შენ იცნობ ამ ენერგიას კი არ სწავლი. და გაიცნობ მას, აი რა ტიპაჟია. და შეიძლება ამაზე ისაუბრო შენი სიტყვებით და ძალიან ბევრი. და აქ ეს მიდგომაც ძალიან მომეწონა მე რომ იყო ნამდვილად. ამიტომ თუ რეკომენდაციაზეა საუბარი, თუ ვინმეს უნდა ამ თემების შესწავლა, რაც აქ ისწავლება, მე ნამდვილად ამ რეკომენდაციას მივცემდი. როგორც კურატორი, როდესაც შემოვედი ამ სფეროში, ერთ-ერთი ჩემი ოცნება იყო, რომ რაღაცა დამემკვიდრებინა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი, არა მხოლოდ ის, რომ მე ადამიანებს დავხმარებოდი და თუნდაც ეს კონსულტაციები გამეწია, არა. მაინც ეს ჩემში ეს პედაგოგობა, მაინც კი არა და არის, ხო და ერთგვარ ბედნიერებას და სიამოვნებას განვიცდი, როდესაც ადამიანს ვუხსნი და ვასწავლი იმას, რაც მე ვიცი. ამიტომ ამისთვის მართლა უღრმესი მადლობა, რომ ამის შანსი მე მომეცით და ის რაც ვიცი, ის რა ცოდნის დონეც მაქვს ეზოთერიკაში, რომ დღეს მაქვს იმის საშუალება რაღაცნაირად გვერდით დავუდგე თითოეულ სტუდენტს და მოსწავლეს. ძალიან რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეზოთერიკა არის ეს სფერო, რომელიც ყოველდღიურად რაღაც სიახლეს იძენა, არ სრულყოფილი, დღეს ვისწავლე და დამთავრდა ყველაფერი ვიცი, ესეთი რაღაც არ ხდება, იმიტომ რომ ყოველდღიურად კი ახალ ინფორმაციას იღებ და ზუსტად ამაწინებზე იყო, მე-6-ე გაშლა რომ ჩააგდეს მე-7-ე ჯგუფში, აი ზუსტად იქ იყო ერთ-ერთი არკანი, ვაიმე ღმერთო მეთქი აქამდე რატო არ ვიყავი დაკვირვებული მეთქი ხო აი კიდევ მოდის ეს ახალი ინსაიტები კიდევ იღებ იმ ახალ ინფორმაციას და ეს ძალიან აქტიური სტუდენტები მე ყველა ერთმანეთზე უკეთესი როდესაც ამბობთ ხოლმე რომ ჩემს სივრცეში არ არსებობსო ვიღაც ისეთი მოხდესო მართლა ეს მართლა ესე არის კი იმიტომ რომ ქალბატონი ვალენტინა სტარო აკადემია მართლა საუკეთესო მოსწავლეებს და მართლა საუკეთესო სტუდენტებს უშვებს და ზრდის კი და იმ თავისი ენერგიით აი ავსებს ხო მე ვიძახდი ზუსტად როდესაც დავამთავრეთ უეითის კურსი კი ხმოვანი გამოგიგზავნეთ მაშინ მახსოვს რომ რაღაც კიდე სიახლე რომ ის გვაკლია მე შეხვედრა მაკლია მეთქი იმიტომ რომ იმ ენერგიას თითქოს ვერ იღებ და ხო აი ეს მუდმივი ჯაჭვია რომ ეს საერთოდ მაგას ვამბობ ყოველთვის და არ მწვენია რომ მე ნამდვილად თვლირო თუ ვინმეს უნდა ისწავლოს ტარო კიდაც ბედის მატრიცა უნდა ისწავლოს ჩვენთან აკადემიაში იმიტომ რომ მე როგორც თვითონ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ იყოს ეკოლოგიური სტუდენტი რომ ჩემს ტარო არ არის მკითხაობა ტარო არის მე ვზრდი წამკითხველებს როგორც მე გამზარდეს თავის დროზე და ვასწავლე მაქსიმალურ სიზუსტეს და კიდევაც შემოსწავლებს უყუროთ ვეუბნები ჩვენ მუშაობთ ადამიანების სულებთან ექიმთან რომ მიხვალ ხო ექიმი მოგცემს წამალს ხო და უშოთ და თავი გაგივლის ან რაღაც ოპერაციას გაგიკეთებს და თქვათ კიდე რაღაცა სული არის სხვა რაღაცა სულის ტკივილით რომ მოდეს ადამიანი ან თუნდაც ახლა აი როგორც რიკა იძახდა რომ აი მაინტერესებს ხო თქვათ ჩემი დანიშნულება თქვათ ხო თუ რაზე მოდიან ადამიანი ჩემი პირადი დანიშნულება ისეს მოვედი მე აქ რა უნდა გავაკეთო ისეს გავიზრდები რა გავხდები რო იციან ხო და აი ეს არის რომ ადამიანს უნდა მისცეს ზუსტი ინფორმაცია, იმისთვის რომ მისცეს ზუსტი ინფორმაცია, იმიტომ რომ აი სულ მაგასაც ვეუბნები რომ თქვენ ახლა ნამდვილად ვერ წახვალთ ექიმთან ხო არჩევანი რო გქონდეს რომ იცით რა არის მე ახლა სადღაც კურსები გავიარე ექიმობის ხო და შემიძლია აპენდიციტის ოპერაცია გაგიკეთოთ და ორთვიანი კურსი ხო
და ადამიანი, რომელიც თქვა დაამთავრა სამედიცინო, რომელთან წახვალთ, ხო? რა თქმა უნდა, იმასთან, ვინც დაამთავრა პროფესიონალი, ხო, ეს თავისთავად ცხადია და ამიტომ მეც მაქსიმალურად ვზრდი აი ექიმებს სულების, რომ ადამიანი რომ მივა და იცის, რომ იქ მიიღებს ისეთ მკურნალობას, რომ წყალში არ გადავარდება, იმიტომ რომ ძალიან ტრავმირებული ადამიანები სხვათა შორის მოდიან აი ჩემთან ძალიან ბევრი ტრავმირებული, იმიტომ რომ იცი რა არის, მე რომ მოვდივარ, მე არ მოვდივარ დალაგებული მართლა რა, თუნდაც კიდე ასტროლოგიაში, გინდა მატრიცაზე, გინდა მithumetes ტაროლოგთან, მე მткиვა, ხო? და შენ ესე იგი ну ეთიკაც არის თავისთავად, რა თქმა უნდა, ეხლა როგორ უნდა იმუშაო, მე მაგალითად ყოველთვის ვეუბნები, რომ არ შეიძლება თქვა, ეხლა ჩარევა იქ, სადაც არ არის ჩასარეები, ხო? ეს ეთიკა პაროლოგების ვიცავთ ჩვენ ეხლა მაქსიმალურად, გინდათ მატრიცაზე. მე მაგალითად არ გავუკეთებთ მატრიცას ადამიანს, ვინც არის 18 წლის ზევით. თქვათ, ვინც არა, როგორ ვიცი, მშობლები მოდიან და მეუბნებიან, თქვათ, რომ აი ჩემს შვილს გავუკეთე და ვეკითხები ყოველთვის. თუ შენ უკვე გახდე 18 წლის, მაშინ თქვენი შვილი თუ არის 18 წლის, მოვიდეს და მე მაგას გავუკეთებ. იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი პრეცედენტი ისეთი, რომ აი თქვა დედა იძახეს, და მე ყველაფერი ვიცი ჩემი შვილის და მე იდეალური ურთიერთობა გვაქვს და მივთხარი, აი და ვხედავ ახლა მატრიცაში, რომ არ არსებობს რომ მაგათ გქონდეთ იდეალური ურთიერთობა, ხო? და ამის გამო ვეუბნები, რომ არა მეთქი, რომ მოდი მე თუ შენ შვილი გაძლევს უფლებას, მაშინ კი ბატონო, აი თუ გინდა დაისწარი დაუშვოთ, ხო? და რამდენჯერ ყოფილა რომ მართლა ბავშვს, ну შვილს 30 წლისაც ყოფილა, 40 წლისაც ყოფილა, თქვა, თუ დედა თავისას გაუკეთე და მოდი ჩემს შვილსაც გაუკეთე, ხო დაუშვოთ. მოვიდეს და გავუკეთებ. იმიტომ რომ ესეთი ტკივილი ქონდა, თქვა, ბავშვს, ну იქ რაღაც თავის პროგრამებს გადასული, ხო? და სიტყვით რა გასაუბროთ ახლა მატრიცაზე. ტარო თუ არის, ასე თუ ისე გასაგები ვთქვათ, ხო, ბევრისთვის რა იგებ ტაროსგან. მატრიცა არის, ის ბევრი შეკითხვა შემოდის, რომ აი მატრიცა რას მაძლევს, რა არის საერთოდ და ამაზე ორივე სიტყვით რო გითხრა ვალენტინა ბარი მაგ ну მე მაგას გეტყვი, ჩემი მოსვლა მატრიცაში იყო სასწაული. ჯერ პირველ რიგში მინდა თქვა, რომ მთელი ცხოვრება ძალიან მიმარხებს მასწავლებლებში. აი ძალიან რა, აი პირველი კლასიდან დაწყებული თქვენ ხო? ანალოგიური შეგვიძლია თქვა. დიდი მადლობა და ანუ ეთყობა მე რომ მყავდა ეს კარგი მასწავლებლები, მე უკვე რაც მასწავლის, მეც თქვენ გადმოგცემთ ამ ინფორმაციას, მაგრამ მე რომ ტაროს სწავლობდი, ძალიან მაინტერესებდა სიღრმე მაღალი არკანების, ძალიან მაინტერესებდა და რომ სამყაროს ვთხოვე, სამყარო მით რა აგერ არის მატრიცა და სხვათა შორის მატრიცები არის ძალიან ბევრი და ეხლა დავინახეთ საქართველოში ბევრი რაღაც მატრიცებს აკეთებენ. საერთოდ მატრიცის დამაარსებელი არის ნატალია ლაძინი. მაგის ისტორიას ეხლა მე არ მოგიყვებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორია ახლა მაგან საიდან ეხლა, მაგრამ ნატალია ლაძინის კიდე არის მატრიცა ჯულია ფოს არის მატრიცა ტატიანა ჟერებცოვას ვისაც მე ვისწავლე, მაგრამ ტატიანა ჟერებცოვას აქ იმენა გაერთიანებული, თქვათ, ანუ ამ ადამიანმა გააკეთა ძალიან ბევრი გამოკვლევა სხვადასხვა მატრიცების. თან იმ ადამიანებთან სწავლობდა. და მაგანაც ხა როგორც ნატალია ლაძინიმ დაინახა სიზმარში, ეს როგორც მენდელეევის უმაგას ვადარებ ხოლმე, ეს მატრიცა ისე შექმნა, ну იქ ძალიან დიდი გზა გამოიარა ნატალია ლაძინიმ და მერე ტატიანა ჟერებცოვამაც სიზმარში ნახა, რომ აი საგვარეულოების ხაზებიც დაამატა, იმიტომ რომ ნატალია ლაძინისთანაც არის იქ გამოთვლილი ხო დაბადების დღის თარიღი და აი აქ იმენა არის დამატებული გვარი, აი როგორც ასტროლოგიაში ვთქვათ, აი დაბადების თქვა, ხო, საათი და წამი და წუთი რომ მნიშვნელოვანია, აქაც ამათმა დაამატეს, ხო, ადგილი კიდე, ხო. აქ დამატებული არის ეს სახელები და გვარები მშობლების, იმიტომ რომ ჩვენ არ ვხვდებით არავინ შემთხვევით იმ საგვარეულოში, სადაც მოხდეს სული როცა მოდის, ის ირჩევს ქვეყანას, ის ირჩევს კალაქს, ის ირჩევს ოჯახს, ის ირჩევს ყველაფერს აბსოლუტურად და ისე მოდის, იმიტომ რომ თავისი ამოცანების ამოსახსნელად სჭირდება და ამიტომ მე სულ ვეუბნები даже ჩემ მოსწავლეებს, რომ აი არის ერთ-ერთი ასეთი პროგრამა, სხვათა შორის ეხება ვარსკვლავთა სულებს და ჩემ მოსწავლეებს სულ ყველას აქვს ეს პროგრამა, ვინც მოდიან ჩემთან, იმიტომ რომ აი
ზუსტად კონკურენციაზე რო ვიძახო, კონკურენცია არ არსებობს. არსებობს უბრალოდ არსებობენ ადამიანები, ვინც არის დაკავებული იგივით, იმით რითიც ხარ შენ დაკავებული, მაგრამ სული რომ მოდის, იმას მოყვება, აი ეს სულიერი მოზღვარიც მოყვება. ანუ ყველა აბსოლუტურად ისე ემზადება მოსასვლელად, რომ აი რა გითხრათ რა და ამიტომ ჩვენს იმ დროს, როცა საჭირო, ხვდებით ერთმანეთს, მე შემოცვალებს სულ ვეუბნები. მე არაფერს არ გასწავლეთ, მე გაღვიძებთ. უბრალოდ მე გავიღვიძე, თქვენ მოხვედით, მე კიდე თქვა დავამატე რაღაცა, ჩმასულმა დაემატა კიდე გამოცდილება და მაგას გიზიარებ თქვენ, მაგით თქვენ გაღვიძებთ და მე როგორ თქვენ თვითონაც გაღვიძებულები სხვებს აღვიძებთ. აი ეს არის ჩვენი სიტუაცია და მატრიცაში არის ძალიან მე ვიყავი გაოცებული რითი, რომ გავაკეთე ეს მატრიცა, ანუ არის სპეციალური კალკულატორი და რატო ვიძახო, რომ აი ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ის სრულყოფილი არის ეს მატრიცა რა, იმიტომ ხო გგონებთ არ ვამბობ რომ თქვა ის ცუდია ის ცუდი არა ყველა კარგია მაგრამ კი ყველა სფეროა ფაქტიურად იმიტომ რომ რესურსი რა რესურსით მოვედი ხო ინფორმაციის სიზუსტე კი აი მასწავლებლები წეხანაც ხა მე მასწავლებად დაბადე მე 5 ენერგია ხო აი მთელი ცხოვრება ვარ მასწავლებელი გინდა სკოლაში ვიყავი მასწავლებელი გინდაც ახლა ბავშვობიდან მასწავლებელანაც თამაშობ თან ახლა ფიზიკურად ცუდი გოგო არასოდეს არ ვიყავი მაგრამ აი ეს მოდელობა და ეგ რაღაცები არასოდეს არ მიზიდებდა როცა მეუბნებოდა აი ისეთი აღნაგობა გაქვს არ მაინტერესებდა მაგრამ მასწავლებელი ვარ აი არ ვიცი ალბათ 2 თუ 3 წლიდან სულ მასწავლებელი ვარ სახში ვთამაშობდი ხო აი საიდან მეორე კიდე მაინტერესა სკოლის დირექტორი მინდოდა ყოფილიყავი აი ეს არის საოცრება რომ მატრიცა რომ გავხსენე და რომ ის რომ დავინახე რომ მოსული ვარ მასწავლებლად პლუს კიდე უნდა და იმენ აღწერაში ერთ-ერთი არის მეოთხე ენერგია რომ ეს ხო არის ხელმძღვანელი და იმენა სკოლის დირექტორობა რო ეწერა აი ჭკუიდან შევიშალე და პირად დანიშნულებაზე რომ დავინახე რომ მასწავლებელი რომელიც ნუ მეხუთე ენერგია ხო მაგ ანუ ეს ხო ისე მასწავლებლობა თქვა ერთ-ერთი მნიშვნელობა ხო მე-13 ტრანსფორმაცია ადამიანებს ეს ფსიქოლოგიაც ხო არის მეხუთე ენერგია ანუ სულ მუშაობ ამ სფეროში სულ და პლუს კიდე მე-18 ენერგია მაყლდა. ანუ ეზოტერიკაც უნდა ყოფილიყო ჩაქსოვილი აქ რა. ანუ პირადი დანიშნულება შენ რო გადავთარგმნოთ, უნდა შეცვალო ადამიანების ცხოვრება ფსიქოლოგიურად და ეზოტერიკულად ერთად, რასაც ვაკეთებ. აი, არ არის ახლა რო ვკითხულობ და ეს ჭკუიდან ვიყავი შეშლილი. ეხლა როგორ შეიძლება? ისეთი ნიუანსები იყო, даже ისეთი ნიუანსი იყო, რაც მე ყოველს ძალიან აწუხებდა, რომ მეთქი, აი რატო იყო ერთი პერიოდი, როცა თქვათ ახლა, ну, ჩემი მეუღლეზე ვიყავი, თქვათ ახლა ისე რომ, ну, დამოკიდებული, კარგად, თქვათ, ჩემი შვილების მამაზე მაგ საუბარი და ანუ აბსოლუტურად კაცისგან მოდიოდა სიუხვე ჩემს ცხოვრებაში და ბრაზდებოდი, მე ყველაფერი შემიძლია, მეც გავაკეთო, ან ბიზნესი, ან რაღაცა, რატო და მატრიცაში ვიპოვე რატო? მე-3 ენერგია მქონდა პლუსში იმპერატრიცას ენერგია და მოდიოდა ყველაფერი მე ჩემი ძმისგანაც მოდიოდა მე ჩემი შვილი გაიზარდა ანუ კაცებისგან მოდიოდა და მაგრამ მე მოვიდა დრო რომ მე-4 ჩემი მეუღლე რო გარდაიცვალა უკვე მე-4 ენერგია ჩემი ჩაერთო სადაც უნდა გადავსულიყავი და გამختارიყავი ეს იმპერატორი და უკვე სხვა იმპერია უნდა შემექმნა ამიტომ უნიკალური არის იქ არის ფულის კარმაზე რო ვთქვათ ну ничего ხო გითხარით ფულის კარმაზე ანუ დაუშვათ მე-18 ენერგია ну მე შემაგალიც ვამბობ რომ ახლა ყველა სხვა ენერგიებზე რო არ მოვიდა მე-18 ენერგია ეს არის საოცრება ეგაც ფული საიდან ეზოტერიკიდან როცა ნამდვილად ახლა მე შემიძლია თქვა რომ მე ნამდვილად აი ეს ცხოვრება ჩემი პირადა ცხოვრება რო შეიცვალა ეზოტერიკის მერე რო შევედა ეზოტერიკაში აი ეს არის აი რა გითხრათ რომ აი რო უცხო პლანეტაზე რო გაფრინდები რა ესე იგი მატრიცა აჩვენებს მთლიან სტრუქტურას თქვა როგორ არის ანუ სულის დანიშნულება ყველაფერს მაგრამ მე ვიცი რომ შეგიძლია წლიური მატრიცაც ხო გამოცვალო აი კიდე გავამთავრებ ამაზე ახლა კიდე რომ იქ არის კიდე ურთიერთობას რაც აინტერესებს ძალიან რომ თქვა აი შეიძლება თუ არა ურთიერთობის არის კიდე კარმა იქვე და იმ ურთიერთობის კარმაში ჩვენ შეგვიძლია არა მარტო პარტნიორთან როგორი ურთიერთობა საერთოდ ურთიერთობა მარტო პარტნიორი ხო არ არის თქვა ახლა კოლეგებთან კი აი რა შეცდომებს უშვებდი შენ თქვა საერთოდ კოლეგებთან ანუ პლუს კიდე
შვილები, ეგეც ხომ ძალიან აინტერესებს ყველას, ხო, ყოველთვის, აი, შვილთან რატო ეგეთი შვილი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, ხო? რატო მაინც ეგეთი მშობელი მყავს? ეგაც ჩვენ ხო გვაქვს ხა ეს კარმა და ნუ უამრავი რაღაცები შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ. ეხლა ელემენტარული რაც გითხარით, ეხლა კიდე პლუს სოციალური, აი პირადი რა თქმა უნდა სული მოდის რისთვის, რომ ჯერ ჩემი პირადი მე რისთვისაც მოვედი ის დავამუშაო, ეს უკვე დავაყენო რელსებზე თქვა 40 წლამდე. მე სოციუმს როგორ უნდა ვემსახურე, იმიტომ ვიზახე ხოლმე რომ მე თუ არა ვარ წესრიგში, მე ხეს როგორ დავეხმარები, ხო? ამიტომ ჩემი პირადი დანიშნულება რო უკვე დამუშავებული მაქვს, მე სიამოვნებით ვეხმარების წყოებსაც, ხო? ფულიც მოდის და შვილებთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს, ის მშობლებიც უკვე გაქვს ნაპატიები, იმიტომ რომ მივხვდი რისის მოვიდნენ მშობლები და რატომ გექცეოდნენ მასე, ის ქმარიც უკვე ნაპატიები ყავს, თქვა. აბსოლუტურად. პარტნიორებიც, ხო? უპირესად ხა 2 წუთით გეტყვით, მე მქონდა ეგეთი მოხდი მეც ამ პროცესში, რომ გითხეს უბრალოდ, რომ აი 5-18-13 და ეს არის პროგრამა, რომელიც მაგ პირად დანიშნულებაზე ზუსტად მაშინ გქონდათ გამოკვლევა და ისიც საინტერესო იყო, რომ აი გთხოვეს გოგოებმა, რომ აი თქვათ, ვისაც გაქვთ, შეგვიხმიან და გასაუბრებაც იყო და ისეთი რაღაცები გავიგე ახლა ჩემ თავზე, რომ მარტო მასწავლებლობანა და ის კი არ არის, ხა მეხუთე ენერგია, იქ კიდე ისეთ რაღაცებს აკეთებდა თურმე სული რო იძახიან ხოლმე რომ აი ჩვენ ახლა მკვლელებიც ვიყავით, ისინიც ნუ რა ქვია ბანდიტებიც ვიყავით, ვინ არ ვიყავით რა, ანუ სულს გვაქვს ბევრი ცხოვრებები აქ გამოვლილი და აი იმ პროგრამაშიც აი საინტერესო იყო, როცა შენ თვითონ დაინახე, რომ აი ვინ იყავი, როგორ იყავი და ის მართლა ნუ საოცრება რა და ეს პროგრამები როცა იცი, კითხვები აღარა გაქვს რა, უკვე იცი რომ აი ეს პროგრამა მუშაობს თან პლუს კიდე რომ იცი რომ რა უნდა გააკეთო იმისათვის რომ უკვე დაუშვათ ეს დაამუშავო და მე რამხელა შველა არის რა. უკვე აღარ უშვებ შეცდომას, ახლა თუ მაგალითად არის პროგრამა ესე 18-8 ანუ მე მაგალითად ეს პროგრამა მაქვს სადღაც იქ, ანუ ჩვენ რო გამოთვლა გაქვს მე 7 მუხლამდე, ხო? აი რასაც მე თქვენ რომ გასწავლეთ და არასოდეს ესე იგი ყველაზე ძალიან მეშინოდა თქვა ტყილში ვინმე გამომიჭირს, რა არ ვიტყილებოდა, მაგრამ მაინც ეს შიში მქონდა, ვერ ხდებოდი. აი ეს არის ხო ის პროგრამას. ხო, ანუ შიში რო თქვათ, ახლა ფული თქვათ, ხო? ანუ ის რო მიმინოსში რო არის, რა ქვია, რო ხურდას რო აწრეს და ნინადა, იმნინადა, აი ზუსტად ეგეთი თემა არის რა, რომ არ მინდა რომ აი რომ ეთქვი ანუ დაუშვათ ახლა ამდენი, აი მეც ვეუბნები თქვათ, ჩემი ქმარი მაგას მეჩვეებოდა ხოლმე რო თქვათ მჭირდებოდა 39 ლარი, ვეთყოდი 39 ლარი. არ შეგიძლია თქვა რომ თქვათ 40 ლარი, არა მეთქი 39 ლარი. აი ეგეთი ისინი მქონდა სულ რომ ეს პროგრამა, იმიტომ რომ წინა ცხოვრებაში თვითონ სული იტყუებოდა, თვითონ თაღლიტობდა, თვითონ რაღაც ესე ცუდ რამეებს აკეთებდა, ამ ცხოვრებაში უკვე შიში აქვს. და ეს მერვე ენერგიებსაც ეხება. აი ეს არის ძალიან საინტერესო მასალა და პლუს კიდე რა თქმა უნდა იქ არის კარმა პლუსი, კარმა მინუსი, ეს ვაფშე საინტერესო რაღაცა ჩვენ ეხლა სულ ცუდ რაღაცებს ხო არ ვაკეთებთ, კაი რაღაცებსაც ვაკეთებთ რა. და რო უკვე შემდეგ ცხოვრებაში ეს ბონუსად გეწევა. ან კარგი ურთიერთობა შეიძლება თქვათ ნიჭიც, ანუ რაღაცას თქვათ აი მე მაგალითად ნიჭი მომცეს კარმაში პლუსში, 22 ენერგია პლუსში უნიკალური შვილები მაგალითად და აი მართლა არაჩვეულებრივი შვილები მყავს, გიგვსგვი რომ ერთხელ პოდკასტ უნდა ჩავწერო ჩემ შვილებთან და აი რო ხო, აი რო გეხმარებიან და შენს გვერდით რო არიან, აი მართლა ეგრე არის ზუსტად რა. და მინუსში აი მაგათ მეორე ენერგია დედაჩემთან დიდი ხანი დამჭირდა. ეს სულ ჩემ თავზე მუშაობ წლები რომ გამევლო თქვათ აი ეს პროცესი მაგალითად ხა დედაჩემთან დავალაგე. ანუ ამებს როცა უკვე იცი გამოთვლა, იცი და შენ მარტო ჯერ შენ თავს ეხმარები და მე ეგრევე გიჩდება. აქ მინდა ხა აღნიშნო ჩვენ აკადემიაში გვაქვს ეს კურსებიც, ну, თავისთავად მატრიცა და ტაროს კურსები, მაგრამ ამას გარდა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტრენინგები. ვალენტინა გვიტარებს ძალიან კარგ ტრენინგებს, ახლა რატო ვაკავშირებ მატრიცასთან ურთიერთობაზე, რაც არის ტრენინგი, ხო? იქ არის ეს პროგრამები გამოყენებული, ამას განიხილავენ, ამუშავებენ გოგოები,
ვინც გადიან ტრენინგს და სულ მალე გადავალ ახლა ამ საკითხზეც, იმიტომ რომ ესეც აინტერესებს აუდიტორიას. სულ მალე გვექნება ჩვენ შეხვედრების ციკლი იტალიაში. იტალიაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გოგო გვყავს გამომწერები და აქტიური მაყურებელი და ესეთი ვალენტინასი და ძალიან დიდი მოთხოვნა მოდიოდა ყოველთვის აქედან რომ ჩამოდით და პირადად გვინდა რომ გაგიცნოთ და როგორც იქნა დავგეგმეთ ეს და გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ იტალიაში. ამჯერად რამოდენიმე ქალაქში გვექნება ეს შეხვედრები, ეს იქნება სწორედ ურთიერთობებთან რაზე იქნება ვალენტინა თავად გვეტყვის ამას და გარდა იმისა რომ იქ ადგილზე ვინც დაგხვდება მათთვის იქნება ძალიან კარგი იდეა გაგვიჩნდა რომ გავაჟღერეთ აკადემიაში ჩვენმა სტუდენტებმა აქ ვინც არიან გამოთქვეს სურვილი რომ ამ მოგზაურობაში ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ და აი როგორ გაგვეხარდა უბრალოდ რომ ეს ჩვენს სტუდენტებთან ერთად ამდენი ხანი ვიქნებით რიტრიტივით რა რიტრიტი ვექნება და მე გადავწყვეტეთ რომ შეგვიძლია შემოვიერთოთ ისეთი ხალხი ვისაც ეზოთერიკა აინტერესებს, ვისაც აი ეს თემა აინტერესებს, მატრიცა, ნუმეროლოგია, როგორ ხდება, რატო ხდება, ანუ გაცნობიერების პროცესში ვინც არის, ხო? ნამდვილად თავის შეცნობის საკუთარი თავის შეცნობის აქ უკვე დავეთანხმები ლიკას რომ არ არის აუცილებელი რომ პრობლემა გქონდეს უმრავლესობა ჩვენგანს აქვს მოთხოვნილება რომ გაიგოს რა ხდება სამყაროში რატო ხდება ეს როგორ ხდება რაზე არის ეს აგებული ხო ყველა ჩვენ გზას გავდივართ რა თქმა უნდა მაგრამ ხო გვაქვს მუდმივად ეს კითხვა რატო ვარ მოსული რას ვაკ რა მისია მაქვს რას ვაკეთებ რა უნდა დავტოვო, ხო? იმიტომ რომ ნუ ყველა მივდივართ მე აქედან, მაგრამ რაღაცა ხო უნდა დარჩეს ჩვენს მერე, ხო? აი რას ვაკეთებ, რისთვის ვარ, ხო? აი ეს არის ზუსტად გაცნობიერების მომენტი. და აი ვისაც ეს აინტერესებს, ძალიან კარგი საუბრები გვექნება. ყოველდღიურად ვიქნებით ვალენტინას სივრცეში და ძალიან დიდ ინფორმაციას მივიღებთ და ძალიან ბევრი ესეთი ინსაიტიც გვექნება. თუ რა შეეხება კონკრეტულად ეს შეხვედრები ვალენტინა თავად გვეტყვის. ხო, ნუ ჩვენი ყველაზე მთავარი თემა რა არის? ურთიერთობა და კაცები, ხო? რა თქმა უნდა, ხა და ეს ნუ ეხა ვხუბრობ რა, ნუ კი არა ხო ფული, ხო, ურთიერთობა, ფინანსები და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ეხა იქ იქნება შეხვედრა, იმიტომ რომ რა არის, იცით, ეხა მე სულ ვიცახე, ეხა მე ეს თემები მაინტერესებს და ამიტომ სულ გავდივარ უამრავ ტრენინგებს მე თვითონ და რა თქმა უნდა რისთვის გავდი ჯერ პირველ რიგში ჩემ თავს ვეხმარები მერე უკვე მინდა როცა შენ კარგად როცა ხარ შენ გინდა გაუზიარო სხვებსაც და ახლა მართლა აი ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა სულ ყველას აბსოლუტურად ვინც წერთ კომენტარებს იმიტომ რომ ჩემი დილა მაგით იწყება რომ ამით მე ვივსები თქვენი ასეთი მადლით რა და რა სიტყვებს მწერთ, ნუ ეს რაღაცა სასწაული არის რა და ჩემთვის მნიშვნელოვანი რა რომ წერთ რომ აი თქვენი ვიდეოს მეშვეობით მე თქვა შემეცვალა ცხოვრება, დავალაგე ურთიერთობა პარტნიორთან, ფულის თქვა სიტუაცია შეიცვალა, ვიპოვე ჩემი ადგილი. აი ეს არის უდიდესი შედეგი ანუ რისთვისაც მაქვს ეს არხი სიტყვაზე თუნდაც რა რომ კი ცოტა გამიჭერდა ძლივს გადავიყვანე ჩემი არხზე აი იმაზე რომ აი საუბრობთ იმიტომ რომ სულ ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ ტაროს ვიყენებთ როგორც ფსიქოლოგიის წიგნს და მე ახლა ფსიქოლოგი კარმული ფსიქოლოგი ვარ უბრალოდ ეს ტარო და მატრიცა ეს არის ინსტრუმენტები რომელიც უფრო ადვილად შეუძლიათ რომ ანუ შენზე მოგიყვეს რა ეგრევე რა ჩვენ ხო არის ფსიქოლოგიის წიგნი ხო დაუშვათ რაღაცა პრობლემა არის ურთიერთობაში. კი შეგიძლია გახსნა თქვა ფსიქოლოგიის წიგნი ნებისმიერი და იქ ზოგადი არის თქვა, ხო? ხო. მაგრამ აი ფსიქოლოგიის ტარო თუნდაც და პლუს კიდე დამატებული მატრიცა ერთად ანუ ეგრევე ყველანაირ სიტუაციას გიხსნის რატომ არის მაინც ამ პარტნიორთან შეხვედრა შენი დაუშვათ მოხდა რისთვის არის ეს ადამიანი მოსული და აი როცა შენ დანახა ჩვენ ხო საჯარო გაშლას ვაკეთებ დაუშვათ და იქ სიტუაციას ჩვენ როცა ვარჩევთ ხო იქ ახლა უკვე ხედავთ ჩვენ
ბევრ პრობლემას და მე იყო შენ ხო რა თქმა უნდა შენს თავზე იღებ ამ რაღაცას და მე უკვე შენც იცი როგორ ამ დაველაპარაკო ამ პარტნიორს რანაირად დაველაპარაკო აი ამ ყველა თემები რაც იქნება თქვენთვის საინტერესო რა თქმა უნდა მეც ახლა ყველაზე ესეთ მოთხოვნებად თემებს ახლა რა თქმა უნდა ავირჩევ და მაგაზე ვისაუბროთ ნებისმიერ კითხვაზე რა თქმა უნდა გაგცემთ პასუხს და ნუ ახლა იქ ვისაც დაჭირდება პირადი კონსულტაცია პრობლემა არანაირი არ არის მაგრამ მაქსიმალურად თუ რამე ვიცი თუ რამე შემიძლია რომ დაგეხმაროთ რა თქმა უნდა ვისაუბრებ და დაგეხმარებით სიამოვნებით იმიტომ რომ მე ვიცი როცა მიდოს ნუ მამაკაცებიც კი ცოტა შორის მამაკაცები უფრო კიდე მტკივნეულად განიცდიან მაგრამ ნუ მე უფრო ძირითადად ქალებთან მუშაობ თუნდაც მამაკაცებთანაც მუშაობ და ვამაყობ რომ ჩემთან არიან ბიჭების მოსწავლეები ძალიან მიხარია იმიტომ რომ ესენი უფრო კიდე სხვა განზომილება არიან და ხო კი ეგენი მაგებში გადადიან აი უკვე პირველი ენერგიაში ვიდიან მერე ვინც ახლა ნუ ეს ძალიან მიხარია მაგრამ გოგოებს ახლა მაინც ეჭირდებათ რომ აი თქვა გაიგონ რატო როგორ ისთვის რანაირად ხო ეს მტკივნეული მომენტები იმიტომ როცა პირადი ცხოვრება ქალს არ აქვს მოწესრიგებული და სულ კითხვები აქ და პასუხები არ აქვს მე როგორ მეორე მხარეს აი ხა ნახეთ გაშლებს რო ვაკეთებს სულ ვაკვირდები როცა ურთიერთობაზე მაგ გაშლა ჩაწერილი ნახვები n რაოდენობის ჩავწერ ფულზე დღეს შევხედე მეთქი ეს რა ხდება 15 გამომწერე და აბა და 200 ნახვა მეთქი ხალხო ფული თუ არ გექნება ეს რა უბედურობა ვერ გავიგე ხო უნდა იცოდე რაღაცა სხვა რამეც არა მარტო ეს კაცი ახლა რატო არ და ამერიკა და რატო არ მოვიდა და რატო არ როდის დაბრუნდება ხო ხო და მაგით ხო გეუბნებით გადაერთეთ აი ამ ყველაფერზე როგორ უნდა გადაერთოთ და რა უნდა გააკეთოთ ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენს შეხვედრებზე და იმ მოვიდა ასეთი რომ უნდა გადავერთოთ აი დამეთანხმებით რა ალბათ სხვანაირი დროც მოვიდა იგივე იმ ასტროლოგიურადაც ეს ძალიან კარგად დასტურდება და ჩვენც ყველა ვგრძნობთ ხომ არ არის აუცილებელი რაღაცას შეხედო რომ ახლა მეტია ინტერესი ყველაფრის მიმართ და თქვენ ახსენეთ ქალბატონო ვალენტინა რომ ეს არის ინსტრუმენტები ხო და ეს ინსტრუმენტები ხა ჩვენ კი ვისაუბრეთ რომ აქ ისწავლება როგორც კურსი ანუ არა მხოლოდ პროფესიულად შეუძლია ადამიანს ეს გამოიყენოს არამედ აი ვიტყოდი და ვისურვებდი რომ ადამიანებიც უფრო მეტად გაერკვნენ ამ თემებში ამისთვის თქვენ მაგალითად თქვენთანაც არის ხო ტრენინგები არ არის აუცილებელი მთელი კურსი გაიარო და გარდა ამისა რომ გაერკვნენ ადამიანები რომ რა სფეროა ეს ცოტა მეტი ჰქონდეთ წარმოდგენა ვიდრე აი კითხაობა ჯადოქრობა რაღაცა ეს ორი მიდგომა არც ერთია მართალი და არც მეორე ამ დროს ეს უფრო ღრმაა ბევრად ხო და ამითი ნახეთ რას მივიღებთ ერთი ის რომ შენს თავშიც გაერკვევი მერე, როდესაც გაივლი კონსულტაცია სპეციალისტთან, ნებისმიერ სპეციალისტთან, ახმა სხვა გექნება, უფრო სხვანაირად აღიქვამ ამ ინფორმაციას რა. და ეს დრო ითხოვს უკვე ამას, რომ გამოვიყენოთ აი ინსტრუმენტები, რომ თქვით ამაზე გამახსენდა, როგორც ინსტრუმენტები. ხომ იყო დრო, როდესაც მაგალითად იგივე ფიზიკას არ ვიცნობდით კარგად და საოცრება გვეგონა რაღაცა და ვიღაცები მე მგონი სჯიდნენ კიდევ ხალხს ვინც იყო. ფსიქოლოგიაც ხა ეს რაღაც საუკუნის წინ ეს იყო სერიოზულად მიიღეს. ეს არ აღიქმებოდა როგორც მეცნიერება დღეს ჩვენ ხა ეზოთერიკა და ტარო ხო იუნგი ამაზე წერდა და ეს არის არქეტიპები ეს არის უნივერსალური ენა რომლითაც გესაუბრება ნამდვილად სამყარო და გაცნობიერება ცნობიერებაში ეს ინსაიტები არის ბევრად უფრო მარტივი ბევრად უფრო ესეთი არ არის მტკივნეული აი ის გაცნობიერება რაც მე შეიძლება დამჭირდეს ფსიქოთერაპევტთან 10 სეანსში და 20 სეანსში მე შეიძლება ერთ გაშლაზე მე დავინახო აქ რომელი არქეტიპია რა ხდება რა თამაშია და მე უკვე ვიცი ეს თამაში იმიტომ რომ ეს არის ნათამაშები ბევრჯერ და მე ვიცი აქ რა განვითარე როგორ იწყება რა არის შუა თამაში რა მაქვს დებატში და ფინალიც ვიცი რა არის შესაბამისად მე უკვე ძალიან მარტივად შემიძლია ეს გზა დავალოჯისტიკო
გავიგო და დავაკონსულტირო ადამიანი და უთხრა რომ ეხა შენ ეხა უნდა მორჩე ბრძოლას ეხა შენთან თუ კვერთხების დედოფალია ეს ცეცხლია შენ ეხა ცოტა სხვა ენერგია გჭირდება კითხაობა ეხა ეს არის უბრალოდ აი უპატრონო ეკლესიას რო ეშმაკები დაეპატრონებიან დაახლოებით ეს ამბავი ადამიანებმა ვინც ვერაფერი ისწავლეს და აი რაღაცნაირად ყველაფერი შეიძლება გააკეთო მაღალ ხარისხში. ჩვენ იმისთვის რომ ეს სეანსები გაგვეკეთებინა, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მე ბავშვობაში კაბალას ვსწავლობდი, ივრიც ვსწავლობდი, არქეტიპები, პლანეტები, ხო, ეს ერთიანდება ეს ცოდნა ამ სისტემაში და ну აი ძალიან მარტივად ხდება პროცესი და ძალიან რბილად. მე რაღაცა არის თერაპიები, სადაც ჩემთვის მაგალითად ფროიდი ცოტა რთულია და ეს რაღაცა დედის ტრამვა და ამ რაღაცა ჭრილობის კიდე გახსნა და მარილის მოყრა ხანდახან არ მინდა მირჩევლია რაღაცნაირად უფრო რბილად წავიდეს პროცესი რომ რაღაცნაირად სულს ესე ვამოც და მალავმო წაუსვათ. აი ამაში სპეციალისტ დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო ალბათ აქ ეთიკაზე ვსაუბრობდით. შენ შეიძლება კარგად იცოდე, როგორ წაიკითხო ეს კომბინაცია თუ რავი რაც გინდათ, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველაფერი ადამიანს უთხრა, აი ზუსტად ისე როგორც ნასწავლი გაქვს. ზოგი ვერ იღებს ამას, ზოგი აი ვერ მიიღებს. დეპრესია შეიძლება დაემართოს ადამიანს. სხვათა შორის მე მაქვს შემჩნეული რომ ადამიანს რჩევა საძლევ და ნუ ბრაზდება და ეხა ძალიან ისეთი სულელის არ უნდა ეცინა აღდგება ხშირად არის ხოლმე რომ აი მე ვხედავ რომ ეხა აი ეს ამბავი არ არის მზად იმისთვის რომ ეს მიიღოს და არის რაღაცები რასაც ნუ ვხედავ მაგრამ არ ვამბობ იმიტომ რომ ის თვითონ ირჩევს იმ მოცემულ მომენტში რომ იყოს რაღაცა მსხვერპლი და ამ თავის მე-12 არკანში ის თვითონ რაღაცა სხვანაირად იწყებს ხედვას. ჩვენ ვერავის ნაცვლად ვერ გავივლით გზას. ჩვენ ვართ გზამკვლევები და ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ ადამიანს, ჩვენ აქ ეწახვალ თუ აქ ეწახვალ. ჩვენ ამ გზაზეც კი. ჩვენ ამ გზაზეც არ მივყვებით. ჩვენ არ ვართ გზამკვლევები. მუშაობ. მიკროფონი ცოტა გადაადრეა. ჩვენ არ ვართ გზამკვლევები, ჩვენ უბრალოდ ვურჩევთ გზას. ხო ისმის. ყველა ეს თქვენს ასტროლოგი ხო? თქვა. აი ეს გამოცდილებები რაც ქონია, აი ამ სისტემამ ძალიან შეკრა უნივერსალურად, რაც გვისწავლია ყველაფერს აერთიანებს, იმიტომ რომ ეს არის უნივერსალური ცხოვრების გზა და აი ხშირად არის ხოლმე საუბრები, აი როგორ მუშაობს ეს საჯარო გაშლები, ხო? ჩვენ ბევრი ადამიანი ერთდროულად ვართ ერთი და იგივე სტიქიურ ჯვარში. ეხლა ჩვენ აკადემიაში გავიგებთ ეხლა რაზეც საუბრობთ. შეიძლება სახელები, ამბები სხვადასხვა, მაგრამ სტრუქტურა არის ერთი. და ჩვენ ეს ვიცით, ოღონდ ვიცით ეს გავიარეთ, ვიცხოვრეთ ეს და ძალიან მნიშვნელოვანია მედიტაციები. ნუ ჩვენ ამ ენერგიები გავატარეთ სრულად და ზუსტად ვიცით რა არის მე-12 ენერგია, რა არის მსხვერპლის პოზიცია, რომ იქ არ შეიძლება რაღაცა ზედმეტად დააჭირო და ვცდილობთ რომ ვიყოთ უფრო რბილები. მადლობა გითხრათ სულ ყველას ჩემო სიხარულებო, რომ თქვენ რომ მოხვედით, რომ ასე თქვენი ლამაზი სიტყვებით თქვით და ჩემი მოსწავლეები სულ ყველა ძალიან მიყვარხართ, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ თითოეულებს გიცნობთ, თითოეული ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი და ვიცი რომ ძალიან ბევრს ახლა ვინც უყურებს ამ პოდკასტს ახლა დიდი სურვილით და დიდი სიყვარულით აქ შემოგვიერთდებოდნენ, ეს ვიცი ნამდვილად. და იცით თქვენ რომ აი
თქვენს მნიშვნელოვანები ხართ, რა თქმა უნდა, რა, ჩემთვის და ჩვენი აკადემიისთვის. მათთანაც ჩავწერთ მე კიდე. კი, ჩვენ ახლა რო იტალიაშიც რო წავალთ, უბრალოდ იტალია ავირჩიეთ, იმიტომ ჯერ პირველ რიგში მე ძალიან მისიდას, თან ძალიან ბევრი იქიდან მყავს, ჩვენ ახლა მოსწავლეებიც, მაყურებლებიც, ახლა ძალიან ბევრი კლიენტებიც მყავს, ძალიან ბევრი, მე სხვა ქვეყნებშიც ჩამოვალთ აუცილებლად. გოგონებო, ისინი ვინც ელოდებით ქალბატონ ვალენტინას იტალიაში, ნამდვილად სასიამოვნო სიტუაცია და გარემოგელოდებათ, ლაივში ნამდვილად კიდევ უფრო მეტად კარგი და საყვარელი არის. გაიხარეთ, ჩემო სიხარო. კი, ჩვენ დღეს ახლა ნატალი ახლა ახალი ჩამოსული არის იტალიიდან და დღეს პირველი ჩვენი შეხვედრა იყო. ახლა კირასთან ხო და ლიკასთან კი ახლა მე ვატარებ ხოლმე ჩვენ აკადემიაში გვიყვარს ჩვენ ასეთი შეკრებები და მოსწავლეებთან და აი იმიტომ რომ ეს მართლა სასიამოვნო სულ სხვანაირი არის ეს შეხვედრა. სხვა ენერგია. კი, ენერგიების მიმოცვლა მიდის და ნუ აი რა ვიცი რა, მაგნოტაზე. საოცარი ტაროს ბუციკებია იტალიაში. აი, იქ მივდივარ ზუსტად, კი. ვარ და ეს რაღაცა ძველი აჰა. აი, ძალიან მილანში არის. გარე აი შემდეგში კი, აუცილებლად ჩვენთან ერთად. კი, ჩვენ ახლა ისე ავაწყეთ ეს მოგზაურობა, აუცილებლად ვნახავთ სპორტ სასახლეს, სადაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე მე-15 საუკუნეში თანამედროვე ტაროს ჩაეყარა საფუძველი პირველი ბეჭდური ტარო. სწორედ მილანში იყო და იქ არის უძველესი მაღაზიები და ნუ ზოგადად ახლა იტალია და რენესანსის პერიოდში მათთან როგორ მიდიოდა მუშაობა ეზოთერიკაზე, ამაზე აქ დიდი ხანი მოგვიწევს საუბარი, ამიტომ იქ ტურზე ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. და ვნახავთ ერთად ჩვენ, გავიაროთ ეს ლამაზი ადგილები. ძალიან მაგარი იქნება, ძალიან მაგარი იქნება და აი ამ ნოდაზე რა ვიცი დავამთავროთ ჩვენი შეხვედრა. უღრმესი მადლობა თქვენ რომ მოგვეცა ის საშუალება რომ გამოგვეხატა და გამოგვეთქვა ის სითბო და ემოცია, რასაც განვიცდით თქვენს მიმართ. მადლობა გვეთქვა იმისთვის, თუ რა დიდი ცოდნა მივიღეთ თქვენს მიერ დაარსებული ტარო აკადემიიდან. ის ურთიერთობები, რა ურთიერთობებსაც ამყარებს ქეთი ნებისმიერ მოსწავლესთან და ნებისმიერ თანამშრომელთან და ზოგადად კომბინირებული გუნდი. ერთ-ერთი საუკეთესო და მადლობა თქვენ. კეთი არის ჩემი ნერვიული სისტემა. ხო. მე ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ დღეს იმდენად კარგი საუბარი მქონდა. მე მგონი კიდე უნდა შევიკრიბოთ რამოდენიმეჯერ, ბევრჯერ და აი ვისაუბროთ ძალიან. ვინც გვიყურებს და ვინც ფიქრობს, რომ აი ეს იზიდოს აუცილებლად მოვიდეს აკადემიაში, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც რელაქსაცია სრული თან შევიძინე ნამდვილად არაჩვეულებრივი მეგობრები მოვიკითხავ ჩემს სუპერვიზორს, ეკას, გოგოებს, ყველას რაღაცნაირი სხვა კიდე ურთიერთობები გრჩება ეს ურთიერთობები და ნუ აი ძალიან დიდი ენერგო მიმოცვაა და კარგი იქნება თუ დაგვემატებით. გელოდებით ჩვენს აკადემიაში დიდი სიყვარულით.